მათთვისაც საყვარელი მსახიობები და თეატრი მოენატრათ პროექტი 100-ის კამიცის ქვეშ ყოველ სამშაბათს, 4 შაბათსა და 5 შაბათს ვაკის პარკში უმასპინძლებს. იდეის ავტორი მსახიობი მაია გელოვანია. მისი სურვილი იყო, რომ პანდემიის პერიოდში პროფესიის მიღმა დარჩენილი მსახიობები კვლავ შეხვედროდნენ საყვარელ მაყურებლებს. ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ მსახიობები და მაყურებლები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან. ჯანობა, გამარჯობა პირველ რიგში და რადგან ამ სივრცეში ვიმყოფებით, უპირველესად მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ პროექტზე, იმიტომ რომ ახალი წამოწყებაა და მსახიობებისთვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის პერიოდში თქვენ ფაქტობრივად დარჩით პროფესიის მიღმა. რაღაცა ძალიან სასიხარულოა და ისეთი დაუჯერებელი ამბავიც კი იყო ჩვენი სფეროს, ჩვენი პროფესიის ადამიანები რაღაც განსაკუთრებულად მოწყდა ამ საქმეს და ეს საქმე მოგეხსენებათ არის იქ ყოფნა რა, იქ ყოფნა არის ყველაზე მთავარი. გვაქვს ყველას ის მომენტი, რომ ტექნიკურად როგორ იქნება, როგორ მოვერგებით, იმიტომ რომ ხმის დასაბალანსებელია ხმა, მაყურებლამდე მივიდეს, მე იმხელა პასუხისმგებლობა 100-ის კამია, 100-ის კამზე 100 ადამიანი მოდის შესაბამისად ბილეთს ყიდულობს და მთელი კარგი ემოციებით სანერვიულოც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მივესალმები, რომც არ იყოს პანდემია, რომ გარე სივრცეშიც თამაშდებოდეს ხოლმე სპექტაკლები. ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელსაც ამ სცენაზე ითამაშებთ, ეს იქნება იაკიში და პუჩშე, დავით საყვარელიძის სპექტაკლი. ამ სპექტაკლის შესახებ რომ მოვყვეთ მაყურებელს. სევდიანი კომედია ჟანრობრივად. უბრალოდ ვფიქრობთ ამ სივრცეში როგორი იქნება და მე იმედი მაქვს, რომ კარგი იქნება, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოვერგოთ უნდა ხა მსახიობები ვართ და რაღაცნაირად მოგვეცა საშუალება თამაშის და ახლა რაღაცებზე დავიწყოთ ფიქრი, ისეთი მომენტია რა და სპექტაკლზე რა გითხრათ, აბა თქმა ჯობია, როდესაც მაყურებელი მოვა და იხილავს, იმიტომ რომ ბევრს ნანახი აქვს ეს სპექტაკლი, მარჯანიშვილშიც ვთამაშობდით, სანამ ახალი სცენა გვექნებოდა. ნუ ჩემთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია, რომ სოხუმის თეატრის მსახიობი სწორედ ამ სპექტაკლით მოხდა ის ამბავი, რომ თეატრშიც მოხვედრილიყავი და ვარ, ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან ისეთი ღირსეული მომენტია, როდესაც აფხაზეთის სოხუმის სახელმწიფო თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას დრამატულ თეატრში მოღვაწეობ ბრწყინვალედასთან ერთად, ძალიან მაგარ რეჟისორთან ერთად და საერთოდ ძალიან კარგ და მაგარ ადამიანებთან ერთად მოგეხსენება საიდან როგორ მოვიდნენ, რა წვალება, რამდენი რამე და ეს ადამიანები არ მოეშვენ იმას, რაც მათია, რაც ჩვენია ქართველების, ეს არის სოხუმის სახელმწიფო თეატრი.